so happy and proud. მე ვარ ქართველი, მაშასა და მე ვარ ევროპელი. დღევანდელი პროცესები არის გამოჩენილი ის რაც ხდებოდა თქვათ 80-იანებამდე და აბსოლუტურად ყველაფერი ტყული იყო. აი ბოლო ტყულამდე, ხმამაღალ ტყულამდე ვარ მისული ახლა რომ აი გეუბნებიან რომ იგი ასე არის, იგი ასე არის და თან იცი რომ იგი ასე არ არის. ჩემი ბავშვობიდან დღემდე იმ ხელაზე არ ვარსებობთ იმ ქართულში არც მაშინ არ ვიყავით. აი როგორ გითხრა ჩვენი ქართველობა სინამდვილეში აღმოჩნდა რომ ყოფილა რუსობაში. ის ადრეგრძელოები, ის ენაბილწაობა, რუსს თუ იცნობ საერთოდ ან თუ ხარ რუსეთში ლაყოფი უბრალოდ ადამიანებში, ხო, იმ ცუდას მიხვდებით ჩვენ რატომ იგინებით. იმიტომ რომ იმგეს გინების იქეთ სიტყვა არ გააჩნია და რაც აქვს კიდე არა იქ თავისი ენა. აი რო იბადება ადამიანი იქ ხვდებით ჩვენ მაგ სიტყვები და მაგ საქციელები და მაგ ტრადიციები. ჩვენ აბსოლუტურად არ ვიცით რა სინამდვილეში ვინ ვართ. აი ყველაზე მეტ საშინელება რა გითხრა ახლა ყველაზე დიდი მადლი რაც ღვთისმიერი მადლი არის საქართველოში ეს არის ღვინო და მისი კულტურა. და ყველაზე მეტ ვისთანხმდით ერთა. როგორ უნდა გააგზავნო, როგორ უნდა დაწურო ღვინო, როგორ უნდა იმასნა მტრისთვის აი ამიხსნა ახლა ეს მართლა გონია რომ რუსეთთან ურთიერთობაში კარგად ვიქნებით. შეიძლება ეგიც არის, მე არ გამორიცხავ მაგას. რამხელა დან გოქტუასი არის. მაგას ქვია თაობებში არის უფსკრული. მაგას ვერ გადალახავს, ვერც ერთი და ვერც უნდა გადალახოს. ასეთი მოვლენები ხდება დღესდღეობით. და ადამიანები მიდიან საჯარო სამსახურში და შვილები მიდიან მიტინგზე. რაღაცა გაუგებარი ხო არის. ოღონდ 2 კაპიკი შევიტანოთ სახში და მივიდეთ და ოჯახებში აუხსნათ ჩვენ შვილებს, რომ კარგით რა ახლა ხომ მოვიტანი აგერ შენ დაჯექი აგე ველოსიპედს გიყიდი, იმას გიყიდი, ამას. ასე სტაბილურობაში ვიცხოვროთ ბოროტებაში, ოღონდ სტაბილურობაში ვიცხოვროთ. განათლება იმ ხელა რაღაცა არ ვიცი ახლა. მე გაუნათლებლობის ბალია, ხო? ის მარტო ბავშვები კი არ არიან, ისინი განათლებულებიც არიან. და თან რაფერ არიან, იცი ორგანულად ეზიზღება ტყუილი. ის გულისხმობ. აი ახალგაზრდა ბავშვები რომ არიან, ვისიც შემჯერა და მემჯერა, ესენი უნდა გაიზარდნონ. და სამწუხაროდ როგორ თქვა, მაგრამ ამ ჯობია ბავშვები უპატრონოდ გაიზარდონ, მინდრე ამნაირ პატრონების ხელში. მაგას ჭირდება რეფორმა, რომ ჩემატოლა გაჩუმდეს, ჩაიგდოს ენა და დაანებოს თავი, როგორ შენი შვილის თუ არ ჯერავს, სხვისი როგორ უნდა დაიჯერო. ხო ხედავ შენმა რჩევებმა არ გაამართლა ამდენი წელი ერდაიგებზე ტყეპნით. ეს ზროსლი თაობა ვერ გებულობენ. გულწრფელად არიციან, მართლა ვერ გებულობენ, კატას რატო არ უნდა ესროლო ქვა. კატა არის, უნდა გადააფურთხო, ასე ჯერავთ. ქალს უნდა ჩააზილო წიხლი, ასე ჯერავთ. ქუჩაში უნდა გადააფურთხო და რაღაცებს ჯერავთ, რომ ასე ვიცხოვრო, ეგ ტრადიციაა, ხა გადაფურთხებას ტრადიცია არის. აი ნახველს რო ამე ჟულიპა, არ გინახიათ იქან პოლიციელები როგორი ფურთხებიან. თვალწინ გვიდეს ის აზედაც ხმამაღლა ყვირი ვართ. იქვე აი წკუცინა ყველაფერი. აი მე რაც კითხვა და ამის იმათი ბრალია, რა ვქნა, თაობის ბრალია. ჩემი ჩათვლით. იმიტომ რომ აი რაღაცა არ ვქენი იმ ხელაზე ვერ შევძელი, რომ მე რა მაქვს დასამალი და აი ადამიანები რომელიც იდეურად ერთად მოვდიოდით, იცი რამდენი მაგ ჩაი და ჩაბარდა ორივე წამოწოლილები არიან ღიპები, აი ბოლო ღიპის თაობები ალბათ ჩემი თაობა. ღიპთა თაობა უნდა დასრულდეს. მე ამნაირ სახელმწიფოებს, სადაც შიგნით აქვს ბავშვებს მუცელი შეწეული, ამათ კომპენსაციით აქვს იმის მუცელი წინ გამოწეული.
მაგარ ფაქტს წავაწყდი ამას წინებზე პედაგოგების იგი განათლების ხალხის გამოსვლა იყო მარში და შუა ისეთ ადგილზე მოხვდი ასე მოდიან და აქედან მოდიან აქედან პედაგოგები აქედან ტიტუშქები და სპეცნაზი როგორ შემეცოდოს ეს განათლება იმის ხომ იცა ვიღაცა აი დაპირისპირება აი ეს მოვლენები რაც ამ ათწლეულებში ხდება ამასთან სამარცხვინო კოსტავ ახლა წამოაყენო საფლავიდან იგივე ჩაწვებაო რა იმიტომ ამ ეს შედეგები უნდა და ახლა გაკაჩავდა კოსტავა ამ რეალობაში კოსტავას ეს ბავშვები რო მაგ ბავშვები ჯერო და იქ მას დღემდე ჯერა აი ხო არის იმ ქვეყნად მის არსებობა ჯერა მაგია მაგ ბავშვი კოსტავა არის ეს ბავშვი აი მიდის ყველაფრის მობოჭვა ერთ ხელში რომ სიტყვა არ იყოს ცუდი ხო ხედავ აი ვერაფრით ვერ აღიქვა ხალხმა ასეთი რამე მოხდა მოსკოვში დაიჭირეს მოხუცი ქალი ერთი ფურცელი ეკავას ხელში 4 დღეში ჩვენთან დაიჭირეს ერთი ფურცლის გამო 5 ადამიანი გაატარეს ცოტა ხანში აუცილებლად ინტერნეტს დაეტაკებიან ახლა ერთმას მეცხრე მე რო ვამბობ რატომ იტყნება იცი ეს ხომ ყველა მიცის და რა უნდა ვქნათ ტყუილზე უნდა ითქვას ვარი რაოდენობა საერთარა ლაპარაკი არაფერ მნიშვნელობა ერთ კაც შეუძლია მაგის გაკეთება ერთ მაგრამ მონდომებულ ახალგაზრდას შეუძლია ოღონდ უნდა იცოდეს რომ სუფთა ფურცელი თუ რაღაცას რო იწყებენ აქედან უნდა დაიწყოს ყველაფერი და უნდა ჯეროდეთ რომ მოუწევთ მასე ცხოვრება ამას წინ თვითონ არ მომიწია გზავრება და რაღაც პუტინზე იყო ლაპარაკი და რო გადავხედე ისე შემეცოდა პუტინიანად ყველა ჩემი მტერი რა პატარები ყოფილან არ ჩანდნენ აი ასე უნდა შეხედო არასწორ ადამიანებს არასწორ აზროვნებას შენში არ უნდა წამ პრიორიტეტები არ უნდა მიანიჭო იმათ ჩვენ მაგრამ რა შიშის წინა საწყისი არის ზეგავლენ მანიპულირებულია მთელი ერი ხელოვნება არის ადამიანის სულთან შეხება და მეორნაირად ადამიანის სულში ფათური და ახლა ხელოვნებაში შემოქმედებითი ადამიანები მოფათურეები გახდნენ. გიტარა რატო გიგავია ხელში, იმიტომ რომ იარაღი არ გინდა კავებოდა რა სიმღერა და სიტყვით ადამიანები არ მოუκლიათ. და მე დედაზე არ მიმღერია და ბიძაშვილზე და შეყვარებულზე და ახლა საიდან ვისთვის ვიმღერო რომ კარგი პოლიციელი გვყავს. ან რატომ მიმღერო ის რომ გაითვალისწინოს და მიღებული გავხდე ნებისმიერ მთავრობისთვის არ არსებობს. ამისთვის არსებობს ტაკი მასხარა სამეფო კარის კლოუნები. ესენი სულ იქნებიან და სულ უნდა იყვნენ, რომ გამოირჩევოდეს ალტერნატიული აზროვნების ადამიანი, პოპულარული ადამიანი, აბსტრაქტებს რო უძახენ, ცუდი არაფერი არა, բայց პოპულარულები არიან ჩემზე მეტად. მე არა ვარ პოპულარული. ხო, ის არის, ის უნდა იყოს, რომ მე არ დამემართო, ჩემთვის მაგალითი არის. მივცეთ ვარა და როგორ აძლევთ არა რა. და ჩემმა მუსიკამ მე მთლიანად დამაქცია მატერიალურად. მაგრამ ბევრს ის არა აქვს, რაც მე მაქვს. მაგალითად, ჩემი სიმღერები ახლაც არ შეიძლება. ამას წინებზე მოხდა ასეთი რამე, ვიღაცა მომწერა და იგი გაომიგზავნა რა, ლინკი გაომიგზავნა ჩემი სიმღერის. და რობიო, გეხოცებიო, ასეთი სიმღერებიო. არ გინდაო, ახლა არ დაწე იმას, ეგონა ახალი დაწერილი სიმღერა იყო და ამ დროს სინამდვილეში არის 40 წლის დაწერილი სიმღერა. მაგრამ დაემთხვა, ესე იგი არ შეიცვალა რაღაც. მე 30 წელს უკვე რაც მткиვოდა ის ვიღაცის თვალში ძალიან მაგრად დააჭდა. იქნება ომი, იქნება ხვალ ბავშვების შეჭად, ამების ხვალ, იქნება ცოდვა, იქნება კურა, იქნება წრემლები წითელი ზღვა, იქნება ომი. იქნება ომი, იქნება ომი, იქნება ომი. სამშობლო არის უკვდავება. სამშობლო არის სულ გაუჩერებელი ხვალინდელი მომავალი. და რაფერა იცი? ღმერთის ნაფიქრია უკვე. და ადგილი ღმერთთან ახლოს. ადამიანს ყველგან ეძებს ღმერთს, რომ და აუცილებლად ერთი რამე, რომ შეიძლება შენ მაინც შენში არის მიხვდი აი
და არ არის კიდე თავისუფლება, არ არის კომფორტის ზონა. რაც უფრო მაგას გძნობ, მით უფრო ბევრ რამეს შორდები, იმიტომ რომ სუბუქდები. კი არ მძიმდები, სიმძიმიდან გამოდიხარ. სიყვარულის გარეშე არ ხერხდება საერთოდ რა. იტვინში უნდა გედოს და თელ სხეულში უნდა გქონდეს შეგრძნება სიყვარულის. We are so happy and proud. მე ვარ ქართველი, მაშასა და მე ვარ ევროპელი.